ფართო საზოგადოების განვითარება დიდწილად დამოკიდებულია დეფექტური პროცესების მიმართ წინააღმდეგობის ხარისხზე, რაც პირდაპირ მეტყველებს ქვეყნის განვითარების ზოგად დონეზე. ეს დაახლოებით მდინარის დამორჩილებას გავს. გონიერი, წინდახედული და გამოცდილი მოსახლეობა სისტემატურად წმენს კალაპოტს და ამაგრებს ჯებირებს, რადგან მდინარის დაბინძურება ბუნებრივი მოვლენაა და ამიტომ პერიოდულობით არსებობს წყლის მოვარდნის საშიშროებაც. ადიდებული მდინარე თუ ყოველ ჯერზე მოულოდნელად ტბორავს სოფელს, ანადგურებს კარმიდამოს და ხშირია მსხვერპლიც, ეს მოვლენა სოფლის მოსახლეობის გონებრივ შესაძლებლობებზე მაინც და მაინც კარგად არ მეტყველებს. გამოცდილი და გონიერი ოპოზიციური ფლანგი ყველანაირი მმართველობის პირობებში მაღალი და მყარი ჯებირის ფუნქციას ასრულებს. იმ უსამართლობის და უკანონობის ღვარცობის წინააღმდეგ, რაც უკვე მრავალი წელია მოედინება საქართველოში ყველა მიმართულებით. დღევანდელი ოპოზიციური ფლანგი უძლურია მოქმედი ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ. ისინი შორს არიან თავიანთი ძირითადი ფუნქციისგან. საკუთარი უსუსურობის გადასაფარად მათ პერიოდულობით უწევთ რევოლუციური პროცესების დაორგანიზება. ამ პროცესებით ისინი მათივე მეტოქეს სისტემატურად უქმნიან პოლიციური რესურსის გაძლიერებისთვის მყარ საფუძველს. ძირითადად უსუსური და მხტალი პოლიტიკოსი ლიდერების ან აქტივისტების ხარჯზე იქმნება ის ანტისახელმწიფოებრივი პრეცედენტები, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ავტორიტარული მმართველობის ფუნდამენტის სიმყარისთვის.